ხო, აი ამაზე მინდა ერთი პრობლემა ვთქვა კიდე, რომელიც ძალიან გამაწვალა რა, კაროჩე, აი რამდენადაც მიყვარს, აი მართლა მიყვარს, ყველგან ვატარებ. ანუ ცუდ ამინჩი მე ვიცი ხოლმე, კაროჩე, მთაში როგორ აიცი, რუბელი შემოვა, ცუდი ამინდი გაქვს, ააფრენ ერთი 150-ზე, 1000-ზე ადის თან. ეს პლუსი რაცა, 1000 მეტრი ძალიან ბევრი არის რა, ამისთვის რა. რუბელს ცდები და იცით რა, კაროჩე. ის რასაც გვანახებ ხოლმე. ხო რა, და მე უკან ხოლმე ჩამოხვიდე და ამის სენსორები ეტყობა ისე იმდენად ცნობიარი აქვს, რომ პრობლემა ხდება ღრუბლის მასა, და გაძვრენა. ფიფქი, შეიძლება წვიმაც იყოს და იჭედება ხოლმე, არ ჩამოდის. და ავტო ლენდინგი და რაღაცეები მე ძირითადად ხო გითხარი ხელზე ხმარობ და ხანახა მანქანიდან არ გადავდივოს, გადავყოფ მოვაფრენ, შემომყავს რა. რომ აი ხა სვანეთში აი ამ გასვლაზე მქონდა იქ პრობლემა ზუსტად რომ გაიჭედა ღრუბლის აკუმულატორი მქონდა საკმარისი ელემენტი და მომიწია არ ჩამოვიდა და მომიწია თვითმფრინავებზე როგორც ხარ პარაპლანითა ეგრე რომ ესე გადიხარ შემოდიხარ და აი ეს სპირალურად დაუშვი რა. მართლა ეს დიდი პრობლემა არის ამისი რა. აი როგორ ის მნიშვნელოვანია მთაში რომ მოძრაობ როგორ ნიუანსები, იმიტომ ეს ნიუანსები მაგალითად ვინც ქალაქში იღებს, მაგისტრის ეგ ხო არ არსებობს. უყურე მე კიდე ერთხელ გავიგე, თეორეტიკოს ტიპი არ ვარ, ეხლა რომ მითხრა დიაფრაგმა რამდენზე გაგიზა, არ ვიცი, შევხედე მომწონს ვიღებ რა, კაროჩე რა, ანუ სხვა მიმდინარეობა ესე ვთქვა და პრაქტიკულობიდან გამომდინარე აი ეს პრობლემა კიდე და მაგ დროს ბოდიში ანუ მაგ დროს ესე სპირალურად უნდა ყველაზე კარგი თემა რაც არის ანუ წინ და უკან სიარული აი ესე გაწევ გამოწევ და მაგ დროს ჩალიჩობ დახრას და მაგ დროს ამ ფიფქებს ცდება გადის გამოდის და იმაშება როგორც კი გაჭედავ და შენ დაიწყებ ქვევით ჩალიჩს ხო შანსი არ არის რა ტყუილა ხარჯავ ელემენტს რა და ძალიან მნიშვნელოვანია ვინც თქვათ არ აქვს დიდი ხნის დაწყებული ფრენა ვიზუალური კონტაქტი არსებობდეს ყოველთვის დრონთან რა რომ მიახლოებით ხედავდეს სად არის